Telecompanija Rustaviores გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ინტერნეტში დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერები არ არის მისი უწყვეტი საუბარი და მისი ხმა აღებულია ძალიან ბევრი სხვადასხვა საუბრიდან. ამის შესახებ Rustaviores გენდირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას შემდეგ რაც დილით გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერი რუსული ტიტრებით, სადაც თითქოს გვარამიასა და ყოფილი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნის ზურაბ ადეიშვილის საუბარია ჩაწერილი და სადაც ნიკა გვარამიამ მოსამართლეებისთვის ქრთამად გადასაცემს $3 მილიონ საუბრობს. ჟურნალისტი ელისო ოკილაძე, რომელმაც ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს და ანონსა, რომ ორშაბათიდან Rustaviorze მასობრივი სახელისუფლებო იერიში დაიწყებოდა, აცხადებს, რომ შესაძლოა ნიკა გვარამია დააკავონ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესაძლებლობას, არც ნიკა გვარამია გამორიცხავს. გამოძიება დაწყებულია მამუკახლედიანთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერის გამო, შესაძლებელია, რომ სხვა ეპიზოდებითაც დაიწყოს, ახლა ეს გასაკვირია არ იქნება არც პირველი და არც ბოლო. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, ოღონდ ესეთი საუბრებით საქართველოს პროკურატურასაც გაუჭირდება დანამდვილებით, იმიტომ რომ ეს ახლა მონტაჟია პირველ კურსელი კრიმინოლოგის ყურითაც კი. ასე რომ ამითი ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელ ხელისუფლებასაც გაუჭირდება, მაგრამ ნუ ნახოთ. გამორიცხვით არ გამორიცხავ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია მოამბის გარდა ყველა გადაცემის გაჩერება 2018 წლამდე, თუმცა ამ გეგმას მწვანე შუქი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უნდა აუნთოს. საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ვასილ მაღლაფერიძის გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ეს პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს. ამ პროცესით ჩვენ უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ მივიღებთ. ასე გამოიხმაურა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობა გადაცემა რეალური სივრცის, ასევე სხვა გადაცემების დახურვას გეკმავს. მთავარი რისკი არის ის, რომ ამ პროცესით ჩვენ ვერ მივიღებთ უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ნამდვილად გვინდოდა მიგვეღო უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელი, თუ არ იქნება არა მხოლოდ ზუსტი გეგმა, რომ ოდესღაც უკეთეს პროგრამებს მივიღებთ და სწორედ ამიტომ ხდება ახლა პროგრამების გაჩერება, არამედ უკვე ხვალ თუ რამეს აჩერებენ, რით ხდება მისი ჩანაცვლება. უკვე წელს ეს მიგვიყვანს სწორედ ან უარეს ან უკეთეს შედეგამდე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი წერია არის საარჩევნო წერი, არის საკონსტიტუციების წერი, არის ძალიან მთელი რიგი ბატალიები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც ასევე უკავშირდება და განვასახდნენ საქართველოს და ამ დროს პროგრამების ისეთი შეჩერება, რომ ჩანაცვლების გარანტიების სწრაფი არ გქონდეს და ასევე პროგრამების ისე შეჩერება, რომ დაუსაბუთებელი იყოს, თქვათ, მასობრივი გათავისუფლების საფუძვლები, იქნება ძალიან პრობლემური საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ და გია ცერცვაძის პირადი საქმისა და საზღვრის კვეთის შესახებ დოკუმენტის გადაცემას ითხოვენ. მათ შესაბამისი განცხადება უწყებაში დღეს შეიტანეს. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით ცერცვაძის ადვოკატმა მღებრიშვილის უწყებას ჯერ კიდევ 23 იანვარს მიმართა, თუმცა სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტები ვიცე-პოლკოვნიკის დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. უკრაინის დაცვის მხარემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 იანვარს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოითხოვოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გია ცერცვაძეზე, რომელიც აუცილებელია შემდგომი სასამართლო პროცესისთვის. კერძოდ, ეს არის პირველი საზღვრის კვეთა 2003 წლიდან და მეორე ეს არის მისი პირადი ინფორმაცია, პირად საქმეში არსებული ინფორმაცია. ეს ჩვენ შეგვაქვს განცხადება, რომელშიც მითითებულია ეს ორის მოთხოვნა, პირველი პერსონალური საქმე, პირადი საქმის გამოთხოვა და მეორე საზღვრის კვეთა. ჩვენ ვსწავლობთ შაჰენის სახელობის სკოლა ლიცეუმის საკითხს, რადგან გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ. უჩან ანუაშვილი ბათუმში არსებული შაჰენის სახელობის მეგობრობის სკოლა ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. უჩან ანუაშვილის განცხადებით, მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ 3 თებერვალს შაჰენის სახელობის მეგობრობის სკოლა ლიცეუმს ავტორიზაცია გააუქმა. მიუხედავად ამისა, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. ჩვენ ასევე ვსწავლობთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი იყოს ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ. მიგვაჩნია, რომ ეს მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, მით უმეტეს, როდესაც
თვების წინ ამაზე არაერთხელ იყო საუბარი, მათ შორის განათლების მინისტრის მხრიდან, რომ რეალურად ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება, არ უნდა აისახოს ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არიან რეგისტრირებული და აქვთ ლიცენზია და მოქმედებენ შესაბამისად კანონმდებლობის დაცვით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მაღალია და მე ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმართულებით, რომ არავის არ შეეზღუდოს მსგავსი საქმიანობის უფლება. გასულ წელს ომბუდსმენის აპარატში 8827 განცხადება საჩივარი შემოვიდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და კერძო პირის მიმართ საქართველოს სახალხო დამცველმა. 77 რეკომენდაცია წინადადება და ზოგადი წინადადება გასცა. აქედან 15 გაცემული იყო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ გაცემული რეკომენდაციების 99% შესრულებულია. ამის შესახებ ბუჩა ნანუაშვილმა გასული წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი განმარტებით მოცემულობა მეტყველებს, რომ წინა წლებთან შედარებით ვითარება სტაბილური რჩება. ბუჩა ნანუაშვილის თქმით 2016 წელს სახალხო დამცველის აპარატის ცხელხაზზე 2559 დაფიქსირდა და 327 ოქმი შედგა, რომელთაგან 167 შეტყობინება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სავარაუდო უფლება დარღვევას ეხებოდა. შეიძლება ითქვას, რომ რეკორდული მაჩვენებელი იყო განცხადებების გასულ წელს 8800 დაახლოებით, რომელიც პრაქტიკულად წინა წლებში არ ყოფილა ამდენი გამომართვიანობა სახელმწიფოს ოფისადმი. რეკომენდაციების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება შესრულებას, ჩვენ შეიძლება შევაჯამოთ, რომ რეკომენდაციების 39% იყო შესრულებული უკვე წლის ბოლოს. რეკომენდაციების 10% იყო ნაწილობრივ შესრულებული. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეკომენდაციების 59% მთლიანად ან ნაწილობრივ იყო შესრულებული, თუმცა არის რეკომენდაციების საკმაოდ დიდი ნაწილი, სადაც ჰქონდა შუალედური პასუხი და იყო დაპირება, რომ იქნებოდა შესრულებული. ერთ-ერთი მოშიმშილე დევნილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დილით გაუარესდა. 58 წლის დალიშონია საერთო სისუსტე და დაბალი წნევა აღენიშნება. პირველადი დახმარება მას სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ აღმოუჩინა, მოგვიანებით კი დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა მოინახულეს. ექიმ-თერაპევტ კვირკველიას თქმით, მოშიმშილე ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია და აუცილებელია მისი სტაციონარში გადაყვანა. დალიშონია შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს, ასევე რთულია ნანაშონიას მდგომარეობაც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. დევნილები მე-9 დღეა შიმშილობენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი სოციალური ქულების გადამოწმებას და დევნილთა და განსახლების მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მოხუცი რო არის, იმას აქვს მძიმე თავბრუსხვევა ქონია, დაბალი წნევა ქონია ხო და სასწრაფო იყო, გაუკეთა იმან წნევის ამწევი წამალი, შესთავაზა საავადმყოფოში წასვლა, მაგრამ უარი განაცხადა. მეორე არის შონია, ის გაციებულია, სიცხე ქონია გუშინ და დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, მაგრამ გამოუწერე ანტიბიოტიკი და არსო დაწევა რა უნდა მოუკვდე. თავი მაგ განწირული. ამერიკის შეერთებულ შტატებში 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ რექს ტილერსონმა ორშაბათს საღამოს რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე პალატის მხარდაჭერა მიიღო. დასამტკიცებლად აუცილებელი კენჭისყრა ფაქტობრივად ფორმალობად ღარჩება. სახელმწიფო მდივანს სენატი სავარაუდოდ ამ კვირაში დაამტკიცებს. ტილერსონის მიმართ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მსოფლიო ანალიტიკოსებს. ზოგი მიიჩნევს, რომ მისი დანიშვნით დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ აგრესიულ პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს, ზოგის აზრით კი მოსალოდნელია რუსეთის მიმართ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მობიერი პოლიტიკა გაატაროს. რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. მიიღო თუ არა მან მონაწილეობა საპრეზიდენტო ბრძანების შემუშავებაში, იყო თუ არა ჩართული კონსულტაციებში და მისი მომზადების პროცესში. როგორ უპასუხებს ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ აღშფოთებას და ტრამპის მიმართ გამოთქმულ მოწოდებებს ამ პოლიტიკის გადახედვის შესახებ? ხომ არ მიაჩნია, რომ ეს ჩვენს უსაფრთხოებას შეასუსტებდა? ან ხომ არ ფიქრობს, რომ ამგვარმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მთელს მსოფლიოში მუსლიმურ თემებთან გაუცხოება გამოიწვიოს?